11 წლის ასაკში, როცა შენ ცდილობ გაერთო, იყო ისეთი ბედნიერი, როგორიც შენი თანატოლები არიან, მაგრამ არ გამოგდის, გახსენდება იქ შენი სახლი. მონატრება მქონდა, სულ სახლის მონატრება მქონდა, ჩემი ყვავილების მონატრება მქონდა, მენატრებოდა ჩემი ყვავილი, ჩემი ეზო, ჩემი ხეები, მენატრებოდა ჩემი ძაღლი, რომელიც იქ დავტოვე. და შემდეგ უცებ ხვდებოდი უხასიათოდ და ვიწყებდი წერას. შევდიოდი, ვიწყებდი წერას, სიტყვით ვიწერდი იმ გზას, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ, ანუ იმ ომის პერიოდში გზა, რომელიც გამოვიარეთ სოფლიდან, ჩვენი სოფლიდან, სახლიდან სამშვიდობოს, რომელიც გამოვიარეთ ძალიან რთულად. ვწერდი, არ ვიცი რატომ ვწერდი, არ ვიცი, მინდოდა მეხსიერებაში ყოფილიყო, თუ პირიქით გავთავისუფლებულიყავი ამ ტკივილისგან, მაშინ ხომ არ მესმოდა 11 წლის ასაკში ამას რატო ვაკეთებდი, ხო? მაგრამ ვწერდი და სიტყვით რომ ვიწერდი, აი ეს ისტორია, აი ეს ფაქტები დარჩა ჩემს მეხსიერებაში, ისე ზუსტად დარჩა ჩემს მეხსიერებაში, ყოველი დეტალი მახსოვს ძალიან მტკივნეულად. მართლა დამავიწყდა და რაჯიშია? გასრება, კიდევ აღნიშნავ, რომ მართლა ჩემს გარშემო აღმოჩნდნენ ძალიან კარგი მასწავლებლები აღმოჩნდნენ. დენილ საზოგადოებას უჭირდა ინტეგრირება, ხო, საზოგადოებაში მეგობრები აღმოჩნდნენ, ძალიან კარგები მასწავლებლები და მე ვიყავი ძალიან ისეთი კარგი მოსწავლე და ყოველდღიურად რო ვდებდი, ესე ვთქვათ, ამ კარგ შედეგებს, ხო, მოწესრიგებული კარგი მოსწავლის შედეგებს რო ვდებდი, მე ვგრძნობდი, ძალიან დიდ სიყვარულს ვღებულობდი მასწავლებლებისგან, მეგობრებისგან და მე მივხვდი, რომ უნდა ვიყო ძლიერი, მე შემიძლია და რაღაცნაირად უნდა მოვიტოვო ეს ტკივილი, რაც ყოველდღიურად უხასიათოს მხდი და შინაგანად, რა თქმა უნდა, ამას არ გამოვხატავდი არავისთან. აი ეს ნელ-ნელა უნდა დამეტოვებინა და წერდი ლექსების წერა დავიწყე ომზე. ყველაფერი იწერებოდა ომზე, სახლზე, მშვიდობაზე 11 წლის ასაკში, როცა შენი თანატოლები ბურთს თამაშობენ, შენ წერ ომზე, ხო? ეს არის დაღი, ესე რომ ვთქვათ, ომის, რომელიც აყენებს ბავშვს და უნგრევს მომავალს. თუ მას არ გაუმართლა, როგორც ჩემ შემთხვევაში მე გამიმართლა, მეგობრების, ახლობლების, ოჯახის წევრების წყალობით გამხდარიყავი ძლიერი და შემდგარი, როგორიც დღეს ვარ.